მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცლებად მოვიდეთ ყველა ის ადამიანი გასასწრებში ნახართ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრებს განსაკუთრებით და უცხოეთ შემყოფ ქართველებს და იმ ადამიანებს ვისაც რამე პრობლემა რაღაცა გაწუხებთ ყველას აი რა ვიცი აქედან მამაოს თუ შეიძლება რომ დალოცოთ ხალხი რომ რაღაცნაირად იმძიმე მე თვითონ დალოცოს ჩვენი მრევლი ჩვენი საქართველო ყველა ქრისტიანი და ყველა მთელი მსოფლიო დალოცოს ღმერთმა და ამას აკეთებს უფალი ღმერთი ყოველდღე ჩვენთვის და ჩვენ ეცეთა გვეზარება მოსმენა თქვენ რას თulit მამა ის სხვა შორის გაიგითხო მომივიდა ეხლა რომ რას თulit აი თავარი პრობლემა ადამიანის რა არის იცით ძალიან სერიოზული კითხვა ჩემო გიორგი მაგრამ პრობლემა ერთი არ არის ბევრია აი ერთ-ერთი მთავარი რომელზეც ეს ბევრიც არის დამოკიდებული მამა ჩვენი ამპარტაუნობა რა ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში აი პატარა ბავშვი დაუკვირდეთ აი პატარა ბავშვი სარკე და რაც პატარაობაში მე დიდობაშიც იგივე სიმეორებს ხოლო იმას მეტი კაი საშუალებები აქვს უფრო ამპარტავანი გახდეს რომ რა პატარა რაღაცას ისწავლის რაღაცას და გონია რომ რაღაცა იცის დაეტაკება რამე საქმეს და ვერ გააკეთებს და ერთხელ ვერ გამეორე და გაუცრუდება იმედი და მე რჩება ზოგჯერ უმეტესობა ადამიანების ასე მდგომარეობაში რჩება და აი პედაგოგიკის ერთ-ერთი მთავარი არსი სწორედ იმაშია რომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ საქმის გაკეთება მივეხმაროთ რომ მან საქმე რომელიც დაიწყო ბოლომდე მიიტანოს და გააკეთოს და მე შევაქო აი რა კარგად გააკეთე მაშინ ყალიბდება მე რწმენა იმედი ნებისყოფა და რთულ საკითხებს მე ადვილად მოერევა და როდესაც პატარაში აი ხშირად ყოფილა გაგიგონიათ ალბათ აი ამაებს ვერ ვაკეთებ ეს არ შემიძლია ეს არ შემიძლია რო რას ქვია არ შეგიძლია ყველაფერი შეგიძლია კაცს გეზარება ერთხელ ვარ გამოგივიდა მეორედ არ გამერე გეშინია აი შიში შემოდის და შიში ანგრევს კაცს შიში ყოველთვის ცუდია ხო ამიტომ ადამიანმა ეცოდოს რომ თავისი ცხოვრების წესით სწორედ ააწყოს თავისი ცხოვრების გეგმა რა უნდა რა როგორ იშრომოს რა გააკეთოს რა არის იცით აქ ერთი სერიოზული საკითხია ძალიან რომ ჩვენ ეს დავივიწყეთ საბჭოთა პერიოდში 60-იან წლებში იყო ეს ამაზე სკოლაში წასწავლიდან რომ ადამიანი და შეეჩიო შრომას რატო ეხლა რაღაც ესეთი სიტუაცია გახდა აი რას გულისხმობ ახლა მე ამაში აი ადამიანი თქვენ მე და თითოეული ჩვენი ტელემაყურებელიც ყოველ დღე თითოეული ადამიანი რაღაც ნაყოფს მივირთვენ საჭმელი, ტანსაცმელი, სახლში მომსახურება რაღაცა და ეს ყველაფერი რაღაც თანხა ღირს, უხეშად რო ვთქვა. კი. და უშ რაღაც თანხა არ აქვს მაგას მნიშვნელობას ბევრია ცოტა. მაგრამ მაშინ აი ამ პიროვნებამ რომელიმაც მე რო დავხარჯე რაღაც თანხა სიტყვაზე 100 ლარი. ხო. მე თუ ყოველ დღე 15 ლარი გამოვიმუშავე 100 ლარს როგორ დავხარჯო? ჩვენ კი არ იმას კი არ ვცდილობთ რომ 100 ლარზე მეტი გამოვიმუშაოთ და იცი რა მე 200 გამოვიმუშაო 100 დავხარჯავ და 100 კიდე შევინახავ ცოტა ისეთი დღისთვის აი ამაზე აღარ ვფიქრობთ და ველოდები და ადამიანების უმეტესობა როგორ გახდა აი ჭრიჭინასავით რასაც იშოვის იმ დღეს დახარჯავს და აი სტუდენტობის დროს გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდში ჩვენ სტუდენტების სტიპენდია ქონდა 40 მანეთში 40 ახლა ჯგუფში კურსზე ვიყავით 250 კაცი 10 ჯგუფი იყო მოკლედ ხედავდით რომ აი პიროვნებები იყვნენ რომლებიც მეორე დღეს უკვე აღარ ქონდა ეს ფული იყვნენ სტუდენტები რომელსაც თელი თვე უნდა ყოფნოდა ეს 40 მანეთი. იყვენ ასეთები მართლა იყვენ. დღეში ახლა გაყე რამდენი უწევდა, 30 დღეზე. ლარი და 20. ხო. ესე იგი მისთვის
მაშინ ტრანსპორტის ფული ღირდა 5 კაპიკი იყო, 3 კაპი რაღაც ხო ღირდა. და დღეში ლარზე მეტი არ უნდა დაეხარჯა. დახარჯავდა მეორე დღეს შერი იყო. ეხლა კიდე უფრო შორს წავიდეთ. ეხლა ის რაც მამა ჩემისგან მახსოვს მე სტუდენტობის დროს, როდესაც თბილისში ჩამოდიოდა რაიონიდან, ერთი კვირა ყოფნი და ერთი ჭადიო. ერთი ცალი ჭადი მოქონდა რაიონიდან, სოფლიდან. და მასა ნელ-ნელა ვტეხავდით და ისევ ჭამდით, ხო, გაჭირება იყო, ხო? და უკვე კვირის ბოლოსა პარასკევსა უკვე რო გავტეხავდით და წებოვანი იყო ეს, იწელებოდა. აი ასეთი რამეები გადაიტანა ხალხმა. აი ახლა დღესა აუარებელი პური იყრება ნაგვის ყუთებში, კონტეინერებში. ოტეხავენ ერთ ჩაკბიჩავენ გადააგდები. მარტო პური კი არა, ნამცხრები, ხაჭაპურები, ვაკვირდები ახლა მე ამას, არ ვიცი რატო ვაკვირდები. ნარჩენები ისეთი რაღაცები რჩებათ, რომ გაოგნებული ვარ. ერთს მოკვიჩავს და დადებს. მე ჩემი ოჯახი შვილებს ვეუბნები, რომ ეს საპატიო და მოხდა რა. ამაზე სხვა დროსაც გვითქვია ჩვენ გადაცემებში. როდესაც 30 წლის თავი იყო ომის დამთავრებისა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა, ლენინგრადში, მაშინდელ ლენინგრადში ჩაატარეს ექსპერიმენტი. ერთი დიდი ბუხანკა პურს ვეძახდით მაშინა, რუსული პურები რაც არის ღუმელში როცხებოდა, დადეს ნევის პროსპექტზე, მთავარი პროსპექტი ჩვენთან რუსთაველია, იქ ნევის პროსპექტია, დადეს და 2 საათი მიდიოდა პირდაპირ გადაცემა. აი რას უზამდა ხალხი ამ პურს. არავინ ყურადღება არ მიაქცია, როდესაც 100 გრამი კი არა, 50 გრამი ომის დროს, ბლოკადის დროს იქ იყო ცხონება და შა. ახლა ფსიქოლოგიაზე იყო ლაპარაკი აქ. ერთადერთი ვინც პატივი მიაგო მოხუცებულმა ქალბატონმა გაიარა, აი ეს თაპატերը თავის აფალი წაკრული და აი ნელა-ნელა რომ მიდის და აი ჯოხი რო ეჭირა, ხელი დაინახა პური, გაუცდა. რომ შუა ტროტუარზე იდო პური. სამჯერ გადაისახა პირჯვარი და დიდი ამბით აი ნადისხეს რო შემოულის პატარა ბავშვი სიხარულით, აი ეს შემოვა ზურგი არჩიაქცია და წავიდა და სულ იმაშებოდა. ახლა იმის მიხვდა რომ რაღაცაში იყო საქმე, რომ იმპულსი რა არავინ დადებდა, ისიც იცოდა და ვერ გაბედა თუ რა დიდი სიამოვნებით აიღებდა. მე მინახია თბილისშიც, ადრე 80-იან წლებშიც, 90-იან წლებშიც რომ ორი რო ეგდო რაღაც აუღია, დაუდიათ და პატივი მიუღიათ და იყო ერთი პერიოდი გახსოვთ ნაგვის კონტეინერებთან არ აყრიდნენ პურებს, ნარჩენ პურებს რაღაც პარკში ჩადებდნენ, დადებდნენ და ვიღაცას საქონელი ყავდა თუ ქათმები ყავდა თუ რაღაცა მიქონდათ და ამას აჭმევდნენ. ჩვენ აი რაღაც ჩავთვალეთ, რომ აი კაი ცხოვრება გვაქვს. და ამაზე ახლა როგორ შეიძლება ენერგია დახარჯო. აბა წარმოვიდგინეთ ახლა ერთი პატარა ნაჭიერი პური. აი ერთი პატარა 100 გრამი. ეს 100 გრამი პური რომ მივიღოთ ჩვენ 100 გრამი. დავიწყოთ თავიდან, მიწა ხო უნდა მოხნა. ერთი ნახევარი კვადრატული მეტრზე რომ ხორბალს დათესავ, ამოვიდა. მერე ის უნდა მომკა. მერე დავქვა, მერე გამოაცხო და მერე გადააგდო. ამას არაკეთებს, აი ევროპაში ახლა გაგვიგია ხოლმე რომ იქა პურებს თალკე ყრიან, პლასმასის ბოთლებს თალკე ყრიან, თუნუქის ყუთებს თალკე ყრიან, მიხვდნენ ისინი. რომ არ შეიძლება ამის გადაყრა და გამახსენდება თუ არ ვცდები 1980 წელს გერმანია დააჯილდოვა გაერომ აი ნარჩენების სწორად ესე იგი დაბრუნება უკან. ესე იგი მინების ბოთლებს თალკე იღებდნენ, პლასმასებს თალკე, რკინებს თალკე და ამის ესე იგი რომ
რამდენჯერმე დატრიალებულიყო წარმოებაში, იმას გადაადნობდნენ, გააკეთებდნენ და იმაში ჯართის ჩაბარება რატო ხდება დღესაც ჩვენთან? იმიტომ რომ ის არ უნდა გსოდოა რომ გადავაგდოთ. იცით თუ არა თქვენ რომ ისე ვიტყვი მე 80-იანი წლების სტატისტიკას ახლა დღეს რა ხდება არ ვიცი. ყოველ წელიწადს დედამიწაზე ეს მაშინდელი მონაცემებით ახლა დავრჩი წარსულში მე და მაპატიეთ რომ ესე იგი ყოველ წელიწადს 2 მილიარდი ტონა რკინა იჟანგებოდა. ის კი არა რომ ჯარში ბრუნდებოდა. და იჟანგა და ხუნილი გახდა და გადაყარეს. ყოველ წელიწადს 2 მილიარდი. ახლა ეს ხო არ არის ხო გამოილევა რკინა. ახლა ჩვენ დღეს საუბრობთ რომ აი ნავთობი გამოილევა. თუ არასწორად დავხარჯავთ და ტყუილა იმას ვიზავთ, ისიც გამოილევა, გაზიც გამოილევა, წყალიც გამოილევა. თქვენ არ იცით რომ წყალის ილევა დედამიწას. ილევა. მე ქრება. ეხლა აქ არის რა არის იცით ჩვენ რო სკოლაში ვისწავლეთ ის რაც მე ვისწავლე 80-70-იან წლებში და იმაში მაშინა ამდენი ცოდნა არ იყო მეცნიერებაში და ვასწავლიდნენ მე-19 საუკუნის მეცნიერების სიმინს. იმის მერე განვითარდა და აღმოჩნდა რომ ვასწავლიდნენ რომ წყალი აორთქლდება, გაცივდება მაღლა და მერე მოაწვივა დაბრუნდება. არ არის ბატონო ეგრე თურმე. სხვანაირად ხდება. ეს წყალი აითვისებს ბაქტერიალური ცოცხალი ფლორა, ამას მცენარეს და ვიშიც წარმოიქმნება მერე ხრწნის შედეგად წარმოიქმნება მეთანი, გაზი და ნახშირორჟანგი. ეს მეთანი, ნახშირორჟანგი მძიმეა და იქ მაღლა ვერ წავა, შორს ვერ წავა. დაბრუნდება დედამიწაზე და ეს მეთანი გადის გარეთ. ესე იგი, ის წყალში რო იყო წყალბადი, წავით, დაიკარგა. რო იყო ამდენი, გახდა ცოტა ნელ-ნელა ზღვაწვეთით დაილევაო და დადგებოდა რომ ოდესაც აი ჩვენა დღესა მეცნიერები თავს იმტვრევენ იმაზე, მარსზე რატო არ არის წყალიო. ემჩნევა მდინარეების კალაპოტები, ეშინი და იქაც იყო წყალი, მე აჩვენს არ მეპარება. მაგრამ მცენარეებმა შეჭამეს. მცენარეებმა გარდაქმნეს სხვა ნივთიერებად და ჩვენ გადაუხვიეთ. ხო, ძალიან გადახვედით, მაგრამ მეგონა რომ იმაზე ფიზიკის გაკვეთის მეგონა დავი. მოდი შეხტი, მაგრამ თუ შეიძლება რა მაინტერესებს იცით რომ ისა, აი ხა თქვენ რასაც ამბობდით, არა მადლობა. და რასაც თქვენ საუბრობთ. საჭირო საზოგადოებამ ჭეშმარიტება უნდა იცოდეს რა არის, იცი გონია რომ ყველაფერი ზეციდან ცვია და ყველაფერი გვაქვს და ერთს ვიტყვი რა, მაპატიეთ ამ თემაზე რომ აი განვითარებული ევროპა ზოგიერთი ამერიკა განვითარებულია და ჩვენ ვებაძებით ვეზომებით ისინი კარგად ცხოვრობენ, ჩვენც კარგად ვიცხოვრობთ. ეხლა იგივე რო თქოს, იმან რა ქვია, ანგოლელმა, ზანგმა და ნიგერიელმა და ზოგს რო ენატრება, მამა, აი სახში რომ მოუშვებ ხოლმე ონკანი წყალს, ან დამჩება რაღაცა, ან გადავაგდე ბოთლი წყალს სიტყვაზე დარჩება ხოლმე, ხო? ეხლა რამდენი ადამიანი და ამას რო გაყვე, ეხლა როგორ წუხილს და ტკივილს მოგწონს. შენ არ გახსოვს, ჩემო გიორგი, თბილისში იყო გრაფიკი წყალი და აბაზანებში სავსე ქონდა ყველას. რო გვეხმარა ეს წყალი. ხო იყო ეს? მერე კი რაღაცები ცოტა ვისწავლეთ, რაღაცები გავაკეთეთ, მაგრამ თუ არ იმას იზავს გამოიცა. ეხა აღარ აფასებს. სხვადასხვა აი გმინდა რომ კითხოთ მამაო, რომ აი ეს პური მაგალითად თქვენ რო ამბობთ, რომ აი ჩვენი ბაბუები და ვიღაცები წარმოგიდგენთ პურის რიგებში იდგნენ და აი ხელა პური რო შეხვდებოდა და როგორ იყოფდნენ, ხო და ერთი პატიმარი მიყვებოდა, რომ ძველად არის ნაჯდომი რუსეთებში და იმეებში ციხეებში და ერთნაჭერ კურს მაძლევდნენ და 5 დღე და 4 დღე რომ ყოფნოდაო წარმოიდგინეთ ვახმობდიო და ესე ცოტა ჭამდიო რა რო რაღაცა სიცოცხლე ის იყო უხარისხო პური იყო მეორე დღეს ობდებოდა და თუ არ გაახმობდი იმას ვეღარ შეჭამდი ხო კი ვიცი პატიმრები ახლა მე არ მინდა მეებზე ყურადღება გავამახვილო ის გავავთქვათ რაც ყველამ ვიცი და ყველას ხედავთ ამას და თუ სწორი არ გამოვიყენებთ
სხვა წვეთით დაილიაო. მე დავიჭებით მამაო, აი მაგას ვამბობ, რომ აი ღმერთი ხო გვაძლევს ამ ყველაფერს, მართლა ყრია ყველაფერი, ხო, ისეთი ის არის და მე მამაო, აი მამის გამო მოგეთხოვება და დავიჭებით, იმიტომ რომ ვისაც არ ქონდა მამაო იმათმა რაც გამოიარეს ეს თითქოს სასჯელივით იყო თუ რა იყო, აი თან ამასაც მინდა რომ ხაზი გაუსვათ. კარგი, მაშინ დავიწყოთ იქიდან რომ არ ქონდათ. რატო არ ქონდათ? იმიტომ რომ ისინი იქიდან კი არ იწყება სამყარო იმათ არქონებიდან. იმათ წინაპრები ყავდათ. ბიბლია ჩავხედოთ. ებრაელი ერის ისტორია ჩავხედოთ. იყო დავითი მეფე, სოლომონ მეფე. როდესაც ისინი კარგად ცხოვრობდნენ ღვთის მიმართ, მორჩილებაში იყვნენ და ღმერთს წირავდნენ შესაწირს და ცხოვრობდნენ ისე, რასაც მათ ღმერთი თხოვდა. არ მინახავ ჯერ მართალიო დატოვე. და ყარმა ვიყავი და დავბედიცა, მაგრამ ვერა პოვე კაცი მართალი, დავრდომილი და მთხოველი პურისა. ესე იგი, რაშია საქმე, რომ მაშინ, როდესაც ისინი კარგად ცხოვრობდნენ, კარგად იყო მათი ცხოვრება. არ მოაკლდა. რაც წერს იცით მეორე ჯულის კანონში არის ესეთი ადგილი, რომ 6 წელიწადიო მოუარეო მიწასო მოხანი გააკეთეო და მე-7 წელს თავი დაანებეო. მიწამ დაისვენოსო. მაგრამ მე-6 წელს იმდენს მოგცემ 2 წელი კიდე იქით გეყოფო მოსავალი. თვითონ ამასაც გასწავლის მიწასაც ჭირდება დასვენება, ადამიანსაც ჭირდება დასვენება, იქ გაჭირებულს დახმარება ჭირდება, ესე და როცა ამას აკეთებდნენ ქონდათ, მაგრამ იყო მეორე პერიოდი, როდესაც ღმერთის წინააღმდეგ მიდიოდა ისრაელი. და თაში და ილია წინასწარმეტყველის პერიოდი გავიხსენოთ და სხვა წინასწარმეტყველების. არის შთაგონებას სასაცილოდ იგდებდნენ ილიას, ხო? და ღმერთმა მოულინა 3 წელი ნახევრიანი გვალვა. მე როგორ ფიქრობ? ახლა დაუბრუნდე ჩვენ ეპოქას. კი, აი ჩემი მამის თაობა ისინი გაჭირებაში იყვნენ ეს ომმა და რაღაცეება და ეს რევოლუცია. რატო? იმიტომ რომ რევოლუცია მოხდა. ღმერთი დაივიწყა ხალხმა და ეკლესიების ნგრევა დაიწყო. მე რა იქიდან ეხლა იმათ ხوير დავაბრალებთ რომ შახაბაძე ჩამოვიდა და იმან დაგვინგრია. იმან თავის დროზე დაანგრია, გასაგებია. მაგრამ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ხო ჩვენ დავანგრიეთ. 1914 წლის სტატისტიკას გეტყვით. საქართველოში იყო მოქმედი 5000 ეკლესია მონასტერი. 5000. დღეს რამდენია? ხო კარგად ვართ, ხო ამდენი ეკლესიებს ვაშენებთ. არა ვართ მაგდე. ეხლა თითო ეკლესიაში ერთი მღვდელი არ იქნებოდა. 5000 ჯერ სამღვდელოება არა ვართ ამდენი. თქვენ ძალიან კარგად იცით და მეც ბევრჯერ მithქვავს, რომ როდესაც მაკურთხეს მე ასე მღვდელი ვიყო. ხო, მაგრამ მაშინ მამაო, რაოდენობა ადამიანებისაც ძალიან ბევრი იყო. ეხლა 3 მილიონამდე ვართ რა. ეს ხო აღებულია რაღაცა. და ის ვერ გავიგე, როდის ვიყავით? ბევრი ეხლა 5000 მონასტერი იყო, წარმოი მარტო მაშინ ძალიან ცოტანი ვიყავით. მარტო 5 მილიონი კი არ ვიყავით კაცო მაშინა. ყველაზე მეტი ვიყავით 70-იან წლებში. 5 მილიონს და უკვე ცოტა მეტიც გადავედით იქით, მაგრამ მანამდე 3 მილიონიც აი ეხლა რაც ვარ დაახლოებით ამდენი ვიყავით. მაგრამ წესკანონი იყო, გამიგე, რომ იქ იყო შესაწირი, იქ იყო ეკლესია. აი რატოა ძველ თბილისში რომ გავივლით ყოველ 100 მეტრში ეკლესია. იმიტომ რომ ყოველ ეკლესიას თავის ბრევლი ყავდა. და დადიოდნენ იქ და ვალდებულად თვლიდნენ თავს რომ ქრისტიანი უნდა ყოფილიყო. და წმენა უნდა ქონებოდა კაცსა და ეხლა აი მე როდესაც ანჩის ხატში ვიყო, საბურთალოზე მაშინ ეკლესია საერთოდ არც ერთი არ იყო. თბილისში იყო ქაშვეთი, დიდუბე, სიონი, ანჩის ხატი ახალი გახსნილი იყო. სად იყო ეკლესია? არ იყო ეკლესია. და ბარბარეს ეკლესია იყო დეკემბრის ქუჩაზე. 4-5 ეკლესია იყო, რომელიც მოქმედი იყო. დანარჩენი არ იყო. ეხლა ბევრი მადლობა ღმერთს, კარგია, მივდივართ ამისკენ, მაგრამ რა არის იცით? ადამიანის ფსიქოლოგიური ფსოფხედელობის გაზრდა ესე უცბად არ ხდება.
რატო ატარა მოსემ 40 წელი უდაბნოში? იმიტომ რომ ისინი მონობაში იყვნენ, იმ ცხოვრების წესში იყვნენ. არ იყვნენ თან მსახ. ხო და სანამ ახალი თაობა არ ჩამოყალიბდა, სანამ ახალი თაობა არ იმასქნა, ვერ შეითვისეს, არ უნდათ ისევ ძველებური ერჩივნათ და მწყრის ხორცი ერჩივნათ და სხვა რაღაცეებით. ეხლა ჩვენც ალბათ აი ეს უდაბნოში ვართ ეხლა და მადლობა ღმერთს რომ აი პატრიარქის ნათლულები ახალი თაობა მოდის, კეთილშობილი თაობა მოდის, სხვანაირი ბავშვები არიან, ნიჭიერები, ჭკვიანები, კი, ბევრი ზარმაცია და ბევრი ტელეფონში იმასქნა. აგერ აი ინგლისმა თუ გერმანიამ მიიღო რომ 15-14 წლამდე ტელეფონში თამაში აკრძალეს. ჩვენთანაც მოაქვს, ჩვენ ყოველთვის ვაგვიანებთ. უკან მივდივთ აი ამ მატარებელის ბოლო ვაგონში ვარ და ისინი რო თავში დაიწყებენ ჩვენ, მაგრამ გემოვნება გვაქვს რომ გვინდა თავში ვიჯდეთ და ისევ ჭამოთ და ისევ სვათ და ისე დრო ვატაროთ და ამბიცია. ეგ არის ადამიანის უბედურება, აბა თორე რა ღმერთი სულ იყო, არის და იქნება, მაგრამ შენ არ უნდა მოცილდე ღმერთს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოიხაი მართლა ანუ რა მაინტერესებს ისეთ რომ ხალხი მოცილებული ღმერთს არ არის, მაგრამ ხარისხი არ არის ისეთი. აი ნახეთ, ინდივიდუალურია. არ შეიძლება თქვა. თითქოს ეხა ყველა ეკლესიაში დადის, მაგრამ ხარისხით ისეთი ყველა ეკლესიაში არ დადის. აი ახლა ჩვენ სასწაული ვიხილეთ. სასწაული პატრიარქის გარდაცვალების პერიოდში. კიდე იყო მანამდე სასწაული. დიდი სასწაული იყო, მაგრამ ჩვენ ყურები არ შევიბერდით. გითხრათ? აი მამა გაბრიელი როგორ დაიცვალა? რა თქმა უნდა. რამდენი რა რიგები იდგა? როგორი რიგები იდგა და ღამეებს ათენებდნენ, ხო იყო ეს? რომ მისულიყვენ და თაყვანიეც და პატივეც. ამ დროს არ უნახი, არც გაუგია. ვინ იყო გაბრიელი, მამა გაბრიელი? ხო, მაგრამ ამას მე ვადარებ, ერთი პიროვნება გადაგვეცვალა ჩვენ, ახლა მე გვარსახელს არ ვიტყვი. სოფლიო რანგის 200 კაცი იყო სულ. 100 კაცი იყო საზღვარგარეთიდან ჩამოსული, 100 ქართველი. აი სასწაულს გაჩვენებს ღმერთი ხა. უყურებდა და ვერ ხედავდა, უსმენდა და ვერ გებულებდა. აი ეგ არის სწორედ რა. გაჩვენა სასწაული, ერთი მწერვალზე იჯდა. მეორე საერთოდ არავინ არის სანამ არ გარდაიცვალა 99% არც იცოდა გაბრიელის არსებობა, ხო? აგერ პატრიარქის ამბავი მიდიოდა ხალხი პატივს აცემათ. რატო? იმიტომ რომ იმსახურებდა ის კაცი და სიყვარული იყო, ხო? და ამას რო ხედავს ღმერთი მოგაგებ შესაბამისად. არ გვინდა ღმერთს ვაპატიოს ღმერთმა. შობელთან ბავშვის ურთიერთობა, როცა ბავშვი კარგად იქცევა, მერე მშობელს არც საჩუქარი ენანება, არც საყიდელი ენანება, არც ნაყინი ენანება და არაფერი და რო ცელქია და არ უჯერებს და არაფერს არ აკეთებს და იმისათვის რომ პური ჭამოს თავისი პური, ფულს ართმევს შობელს, წავალ მოვიტანო და ფულს თუ მომეცე მოგიტანო, ისე არ მოვიტანო. ისე თვითონ უნდა ჭამოს ხო. მერე ახლა ის როგორ გივიზა და ალბათ იქნება. ეხლა აი გუში წინა კვირას იყო, ამ კვირას იყო ერთმა ჭკვიანმა კაცმა ძალიან და გამახსენა ჩემი ბავშვობა, აი კარგი ტერმინი თქვა და მინდა რომ ჩვენ მაყურებელსა ავადმყოფობაო სისხლი იყო ჩვენ დროსა და მართლა ეგრე იყო. ესე იგი ავად რო ხარ რაღაცა შეცოდე, რაღაცას არ აკეთებს სწორედ და ავად იმიტომ ხარ. ხო, მაგრამ ეს უკვე უფრო ძველი გაგება არის, მამა. არ არის სწორი, ეხა შვილი რო არ უჩნდებოდათ და წეული იყო და ხო იცით თქვენ ეხა იგისას უკიდურესობას მე გულისხმობ უბრალო ავადმყოფობაზე გაციება სურდო ვირუსი და რაღაც ამას გულისხმობ და ეხლა ეს პიროვნება ვინც ეს თქვა და ეს რა თქმა უნდა ეხა ცოდვისგან მომდის როცა ვცივდები რაღაცა ნუ რაღაცისგან მაჩერებს ღმერთი ხო ყველაფერს რო თავი დავანებო არ ჩაიცვი და გაცშექცივდა და გაცივდა და სიტყვა უყურადღებო რო ხარ და რაღაცა თორე ის იმას არნიშნავს რომ ვიღაცა რო მაგას ავად არის ეგ ხო გამორიცხულია ასეა თუ ისი ახლა ღმერთს რა არის ისი იგი ზოგან ღვთისმწყალობაც არის მამა ჩვენა გვინდა ღვთის კანონები ჩვენ თავზე მოვირგოთ ეს არის ჩვენი შეცდომა ჩვენ კი ვერ მოვირგებთ ამას
ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ კანონებს, რომ იქიდან მადლი მივიღოთ. აპატი, მაშინ ეს კითხავ კიდე. ეს არის თან ტვირთიც არის, მამა. და თან კიდე დიდი სამაგალითო ხარ. ეხლა მე ვიცი რომ ადამიანი რომელსაც სიტყვაზე არ არის კარგად სიტყვაზე ხელი არ აქვს ან რაღაცა და მაინც ცხოვრების უნარიანია, სხვისი მაგალითია და რაღაცა. ეს ღვთისგან არის, როგორც უსინათლოზე რო ამბობს ადამიანი, ისა რა ქვია, ესო მისით ღმერთი უნდა განცხადდეს ამ ქვეყანათო და ხო, ანუ შენ ხო, ამ სიმძიმეს, მამაო, ხო, ამ შემთხვევაში იმაშვები რა ქვია, შენ ამ სიმძიმის ამტანი ხარ, ღმერთი ხო მეც არ დაგაგებს, ხო? და სხვისთვის მაგალითი რო ხარ, ძალიან მაგარია. სახარებაში არ წერია. ეგ ხო წერია თუ ხელი შენი მარჯვენა გაცუნებდეს მოიკვეთეო ჯობია უხელო შეხვიდე 64-ში ვიდრე ორი ხელი გენიაში თვალიო და ყველაფერი ისე შემწყვა ის ხელ მამა ლომისაზე ავდიოდი და ადამიანი კასტილებით ამოდიოდა და მეკეო წუწუნები და გავხედე და აუ მეთქი მე რამა წუწუნებს ხო ესეთი მაგალითია ჩვენი ავადმყოფობა სხვისათვის და რომ ამხნევებ ხო იცი მიდი ბიჭო აი მე ვარ და მე არ მიჭირს და ძალიან მაგრები ხარ საერთოდ თვითონ ვისაც ეს განსაცდელი გაქვს ჩეულები ხართ ღვთის აი 90-იან წლებში დიახ 2000 წლამდე 15 ჯერ წავედი ფეხით სვეტიცხოველში აქედან თბილისიდან წავედი და მარტო მე კი არა რეული 200-300 კაცი სტარტი საიდან ქონდათ გეხოთ მე მაინც სვეტიცხოველიდან ქონდა ხო მაგრამ იმაში ველოსიპედიდან ქონდა არა ფეხით მივდიოდი ხო მაგრამ სად იკრიბებოდი დასაწყის სად ფირმის მასივში თუ იკრიბებოდი სიონი ხო სიონში და ანჩის ხაჭი ხო იცი სტარტი იზომება საერთოდ აი ივერია რო იყო მამო მაქედან რა ის ველოსიპედი რო დგას ეხლა ივერიიდან კი არ იზომება ხო ეხლა ახალი თემა გეტყვი მართალს გეტყვი ნებისმიერი ათulis წერტილი არის პოსტა ხო პოსტა რა მაგას ვამბობ მაშინ იყო პოსტა იქ ივერიასთან და კი მაგითო ვამბობ მოდი მე გეტყვი იმას მე ის ხმა მინდა იცი 80 წლის ქალები წამოვცულან ჯოხები წამოსულან მადლია და იმ აბა 30 კილომეტრი ფეხით. ჩავიდოდით ესე ღამით მივიდოდით და ჩავიდოდით და გაოცებულები იყვნენ თვითონ აი როგორ მოვდიოდი, იმიტომ რომ სულიერი წმენა ქონდათ, ძალა ქონდათ ამისი და აკეთებდნენ ამას. ბატონი თენგი ნათაძე 80 წლის აიყო ფეხით წამოვიდა კაცი. ხოდა ახლა რაზეა ლაპარაკი როცა წმენაა და როცა სიყვარულია თავდადება იქ რაზეა ღმერთი იქ არის კაცო ხოდა აი მამა მე რა მახსენდება ხოლმე ის რო ეზიარებიან ხოლმე და ძალიან ბევრს ვთქვამსო აი მღვდელი მოვიყვანეთ ადამიანს ველოდებოდით რომ ცუდად გახდებოდა და აი მალე გავიდოდა ამ ქვეყნიდან და აი ამ რწმენამ და ამ ზიარებამ ამ იმან კიდე მე 10 და 20 წელი აცხოვრა წარმოიდგინე კი არის აი რამხელა სასწაული რა არის იცით ისევ იმეორებ თუ ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ ყოველ წუთში დავინახოთ ღვთის სასწაულს და ძალას თუ არ გვინდა დავინახოთ აი შუა ოკეანეში რომ დადგე გასწავლი რომ ვაფშე წყალს არ დაინახო საერთოდ წყალი არ გავა აი ხედე მაგლა წყალი არ გამოჩნდა ვის ვატყუებთ არაფერი რა არის ჯობია წარეს სიმართლე ვიდრე ლამაზი ტყვილი იმიტომ რომ ის ლამაზი ტყვილი კიდევ უფრო დიდ უბედურებას მოიტანს მაგრამ როცა იცი რომ წარეს სიმართლეა მე უკვე იმისგან დაცვა გაქვს იმისგან თავს დააღწევ მანამდე ვერ გამოხვალ იმ მდგომარეობიდან და სულ აი ვიში იქნები და აბა რა მეშველება და როგორ იქნება და რა იქნება და მიდის ცხოვრება ჩვენ ყველაზე ძვირფასი რამე რაც აგვაქვს ადამიანებს ეს არის დრო რომელსაც არ უფრთხილდებით დრო ვატარე რა დრო ვატარე დრომ გატარა კიდე შენ კი არ ატარე რომ დრო ვატარე რომ მეცინება ხომე რა როცა ამას იტყვიან რომ წავიდა დათვრა ბოდიში და წავიდა და გასკდა რა ჭამა იმდენი რომ თუნდაც არის მე და ავათარი და ის ახლა ავატყოფია საკუთარ თავს არ უწევს კონტროლს და არ გამოეგრე რა ამ ქვეყანაზე მეორედ არ მოვალთ და ვერ მოვალთ პირდაპირ წერია ფსალმუნებში ყოველი სული ერთხელ მოექცევა დამთავრდა რეინკარნაცია და რაღაცეები და ეხლა ვიღაცეები იქ თურმე პირველ ცხოვრებაში იქ იყო მეორე ცხოვრებაში აქ არის რა მეორე ცხოვრება
აი რას ვინანით მამა მაშინ მე სხვათა შორის ეს კითხვა თქვენ რო არ შემოსულიყავით ესე ეს კითხვა მქონდა პირველი ფიქრობდი რომ ამას კითხავთ იმიტომ რომ ხო რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის რომელიც შემდგომ რაღაცებს ინანებს მამა იმიტომ რომ აი წარმოგიდგენთ ეხლა აი ჩემ ცხოვრებიდან პირადად გეტყვით რომ აი ეს რაზეც 20 წლისაზე ამახვილებდი ყურადღებას ხო დღეს იგივე რაღაცა ჩემთვის როგორი სასაცილო ან ვიღაცა რომ მიხვება ხო იცით რომ აი ამ პრობლემაში ვარ ხო იმიტომ რომ დღეს სხვა პრობლემას ვებძვი შეიძლება და იმისა აი რა გაუფასურდება ჩვენთვის გარკვეულწილად მამა ეხლა თქვენ ყველა ეტაპი გაგიულიათ ან ბერი კაცი ხართ ხო დიდი მადლობა ძალიან კარგი აი წინ 20 წუთი არის უბრალოდ აი მათქმევინე უბრალოდ რაც მინდა ძალიან კარგია ეგ ყველამ გავიარეთ ეგ არის ადამიანის ცხოვრების ევოლუციური პროცესი რომელიც ყველამ გავიარეთ ბავშვობაში ბავშვობაში იწყება რომ როცა დაინახავ ნაყინია იქ საზამთროა იქ ხილია იქ თამაშია სვამაზე ოცნებობ და ჩვენ დროს ფილმები შემოვიდა პირველი ფერადი ფილმი ბაშიაჩუკი იყო ქართული და ჩვენი თაობა ბაშიაჩუკზე და არსენაზე და იმაზე ახლა რაც ჩვენ ვიღებდით ეს იყო ჩვენი გმირები ჩვენი იდეალები და სულ იმას ოცნებობდი რომ აი დიდი რო გავხდები სულ ნაყინი უნდა ვჭამო და ფილმებს ვუყურო ეგ იყო მაგრამ დიდი რო გავხდები მე სულ სხვა რამე დამაინტერესა მე რო დაოჯახდი უკვე სხვა ინტერესებია მე სასწავლებელი ფიზიკა თუ რა სადაც ვიყავი ეს იცვლება იმის მიხედვით თუ შენ რა გჭირდება როდის გჭირდება ეს კარგია და მე ხვდები ხოლმე აი რას ნანო ერთი შუთი კი დავამივალ აი მან მივალ ზუსტად რომ რა არის იცით აი ამ გზაზე რომ მიდიხარ იმ მაშინ იმ წუთში ვერ ხედავ მაგრამ მე უკუნიდან რომ გადახედავ წარსულს ვიხდები რომ აი ის რაღაც შეცდომა დაუშვი იქ კი არა იქ ის ასე რომ გამეკეთები აი ყოფილა რა კი ყველა ადამიანს აქვს რომ რაღაცას ნატრომ ძალიან მინდა და არ გამოდის. გავიდა დრო, 1-5 წელი, 6 წელიწადი, ზოგჯერ 10-იც გადის და მე ხვდები რომ კიდე კაის არ გამოვიდა. თორე დავიყურებოდი. ცუდად ვიქნებოდი და უარესად ვიქნებოდი. რა არის? ამიტომ რა ხდება, იცით, აქ არის ასეთი მექანიზმი რომ ჩვენ სურვილი ითხოვდე და მოგეცეს ეძიებ და პოებდე, მაგრამ ახლა ღმერთმა რომ ყველა ჩვენი ესი სურვილი აგვისრულოს. ჩვენ ღმერთი ხედავს რომ ის ჩვენთვის როგორც მშობელი მიდის, მიყავს ბავშვი მაღაზიაში და ბავშვი მოეწონა ფეხსაცმელი. აი ის მინდა მშობელი არ ყიდულობს იმას. რომ ის პატარა არ მოერგება იმას. ზოგი დიდია. და გაბრაზებული მოდის ეს ბავშვი ის მინდოდა და ტირის რატო არ მეყიდეო აი ესეთები ვართ ღმერთთან და აღმოჩნდება რომ მე რომ მიხვდები რომ ისიც კარგი უყი ჩაი ვერ ჩაიცვა მე აი ესეა ცხოვრება არ გამოდის ისე როგორც ჩვენ გვინდა ხო და ზოგჯერ არის ხოლმე ახლა მე საკუთარი თავი დამიჭერია და სხვებსგანაც მე კიდე ისე ვიცხოვრობ თავი და რომ ბიჭო შეცდომები რო დაუში რატომ უნდა გაიმეორო ისეგაც მოდი ის შეცდომები აღარ გავიმეორო და ეხლა უკეთესად ვიცხოვრო და ის შეცდომები დავტოვო წარსულში კი შემეშალა. ეს არის სინანული, აი ეს არის სწორედ სინანული. რომ ვიღაცას გული ვატკინე, რაღაცა რომ უნდა გამეკეთებია და არ გავაკეთე, დედას ვაწყეინე, მამას ვაწყეინე, არ ვისწავლე, არ ვიშრომე, ვიზარმაცე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრია, ხო? და ამისი არ უნდა გეშინოდეს კაცს. შენ თუ გეშინია საკუთარი თავისა, მაშინ ყველა მოგერეო. ღმერთთან როგორ წარსდგები? ეს მაგის დაგამხობს თავზე ყველაფერს, ხო? აუ, ეგეთი ის მიდის რას ბრაზბიკა, ხო? იმენ დაგამხობს, ხო? აბარას გიზანს. მეტი საქმე კი არა. აქამდე რომ მეგობარი გეგონა, შენ როცა ცოდვებს ჩადიოდი, ხო? ხო მეგობრდებოდი ბოროტს, ხო? მერე გამხობს ხო პირიქით აბარა იმას ეგ დავალება ცხოვრების შეეულია ეს დავალება დაგიგიდებს წინა ბოდიში ეს ცუდი მაგარითი დაგიგიდებს ჩანთას ვიღაცისა და არავინ არ არის გაიხედა გამოიხედა არავინ არ არის ავიღებ რა წავიღებ და ჩაიხედა აიღებ ფულსა ამოიღებ და ჩანთას დააგდებ და მოიპარე ხო ხო შეშმაკმა დაგიდო ოთახში არავინ არ არის
შენ ახარ მარტო შენ სახში ხარ. ხო. და ისეთ სისულელეს ფიქრობ და რაღაცას აკეთებ თუ ტელევიზორს უყურებ თუ რაღაცას უყურებ და რაღაცას აკეთებ მე შენი თავის ეკცხენია ხო? მაგრამ ეს ჩაწერილია იქა და აი მე ახალი მოდელი როდესაც ვიყავი და ბევრ რაღაცებს სწავლობდი ხლა სემინარი არ მქონდა დამთავრებული აკადემია მაშინ არ იყო არაფერი და მეგობრებსა ძმებსა სამუდელობას ვთხოვდი რომ აი ახლა როგორ ჩავატარო ნათლობა წესის აგება ჯვრის წერა და სწავლობდი ერთი ასე ახლა მეორესაც ვკითხავდი მესამესაც ვკითხავდი და ცოტა ინტერპრეტაციებით მიცხრეს ახლა მე მაშინ ამდენი არ ვიცოდი და განსხვავებას ბევრი დავინახე და ამან დამაბნია და მადლობა ღმერთს რომ მე მქონდა საშუალება პატრიარქთან ილია მეორესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში ვიყავი და იქ ვიყავი და ვეთხარ თქვენ უწმინდესობა მე დავიბენი მეთქი რომ ზოგი ასე მასწავლის ზოგი ისე მასწავლის და როგორ გავაკეთო მეთქი არ ვიცი და აი გითხრა შვილო შენაო წეს რო უგეფო დია და მიცვალებულსაო გამოუტოვებო ლოცვასაო ის მიცვალებული დაგხვდება იქაო და გეყი მამაო შენო ის გარგააკეთე კარგათო რას ეთქვიო მერეო შენ რო ჯვარს წერო და ის ოჯახი დაინგრესო შენი სიზარმაცითო ვინ აგებსო პასუხს ამაზე აი ამან მე დიდი როლი ითამაშა ჩემში და შიშითა და პატივისცემით ვეკეთები იმიტომ რომ იქ უბრალო რაღაცეები არ არის ყველა ლოცვას თავისი მისტიკური ახლა ხშირად არის ხოლმე რომ დღესა ახალი 1000 რაღაცები შემოდის საიშმაკოები და რა საჭიროა უკაცო მოდელიო პირდაპირ შენ დაამყარეო ღმერთთან კავშირიო და შენ კონდეს ეს ურთიერთობებიო რა თქინდა მოდელიო ახსარებები უცხარი და კიდე ესეო და ისეო და ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებში მოდით აბა სინჯოთ მოდით მოგცემ კურთხევანს ლოცვას და აკურთხე წყალი აბა თუ ეკურთხება კიდე წყალს მიადეკი. ხო, არა, გინა ჯვარი აკურთხე. ხო. გინა სხვა რამე ვერ აკურთხებ, იმიტომ რომ არ არის შენზე ეს მადლი. ეს მე მithქვამს და კიდე გავიმეორებ ხარ ახალ სიტყვა მოიტანა. კი. ერთ მრევლმა მომიტანა, მაშინ სიონში იმაში დიდ სამებაში მსახურობდი და მრევლმა მომიტანა მომცა ჯვარი, მამა მიკურთხე ეს ჯვარიო და მე დაბლავიდექი მოგეხსენებათ სამების ტაძარი დიდია და ვარს რატო უნდა მეთქო და წავედი და ავიღე ეს ჯვარი და გზაზე დავიწყე ლოცვა. შევედი საკურთხეველში, სადაც ნაკურთხე წყალი იყო, ვასხურე ეს წყალი და ეს ლოცვას გავაგრძელე და მოვდივარ და გადავეცი ამას პატრონს. გავიდე ერთი წელიწადი და მოვიდა. მამო, ბოდიში მინდა მოგიხადო რა, რაზე მეთქით. რაიო და შენ რო ჯვარი მეკურთხეო მეო დავბრკოლდიო მაშინო და ათქი ასე ჩქარა როგორ მიკურთხა მე წავიდა წყალი დაასხა და მოვიდა და ეხა იმან ხო და მე გულში რო ვკითხულობდი ჩუმად ლოცვას კურთხევის ლოცვას ხო და მოხდიო ერთ-ერთ ტაძარში საზღვარგარეთ რუსეთში 90-იანი წლებია და ტაძარში კაი ტაძარი იყო და მაგიდაზე ეწყო ხატები, ჯვრები და უნდა ეკურთხებიო მოძღვარსო და ჩემი ჯვარიც მოიხსენიო, ხარ ვეჭი მეპარებოდა რაღაცა აკურთხავსიო. დავდიო იქაო ჯვარი. საკურთხევლად და გამოვიდა მოძღვარიო და გადახედა გადმოხედაო და ჩემ ჯვარს დაადო ხელი. ეს აიღეთო ნაკურთხიაო და სხვისა კიდე ხატი იყო, ესეც ნაკურთხია, წაიღეთო არ უნდაო, მეორედ კურთხევაო. ჩვენ ხედავთ იმას რაღაცებს, რასაც ხები ვერ ხედავენ და აქ ჩანს ის რომ ყველას არ შეუძლია, მოგცემ და გაკურთხეთ, აბა ბატონო. იმიტომ რომ მაშინ რატო გამოარჩია უფალმა 12 მოციქული. და ყველას უთხრათ, აბა მიდით და რაც გინდათ გააკეთეთ. ნაბარა, რა თქმა უნდა. მოძღვარს თავისი ადგილი აქვს. ეკლესიას თავისი ადგილი აქვს, ის კი არა აი პატრიარქისგან მაქვს გაგონილი და ნასწავლი რომ
შენ რომ მოინათლეო ერისკაცი ერთი ანგელოზი გიცავსო. დიაკონად რო ეკურთხება მერეო იმას მე ორი ანგელოზი კიდე დამატებითი იცავსო. მესამე ღვთლად რო ეკურთხებაო მესამე ეპისკოპოსს კიდე და პატრიარქს 5. ჯვრის დროსაც მოდის ანგელოზი და იცავს ოჯახს ცალკე კიდე. ამიტომ ის ჩვენი ანგელოზები არ უნდა გავაბროს ეს არ არის უბრალო რაღაცა ისე გამოგონებული და ხელოვნური რაღაცეები. მაგრამ არასდროს არ დაგტოვებს. არა, შენ თუ არ დაგტოვებ. რაც უნდა გააბრაზო. ისი შეიძლება არ დაგტოვებს, მაგრამ მდუმარეთ იყოს და არ მოგეხმაროს. ახლა შენ თუ დადგები და აგინებ და შეურაცხყოფას მიაყენებ? არ უნდა დაგმო ღმერთი, მაგრამ თუ შენ ცოდვაში ხარ, არასდროს შენი არა, ცოდვაში რო ხარ, ეცდება, რომ ცოდვაში არ ჩაგაგდოს. მოგეხმარება ამ ცოდვისგან თავის დაცვისთვისა და ეცდება, რომ კარგად იყო, მაგრამ შენ თუ პატივს არ მიაგებ, არ დაიცავ და არ მიეხმარები, ის ვერ მოგეხმარება. შენ უნდა აღიარო, აი ბავშვი და მშობელი და ბავშვი გამოეკიდა ძაღლი. ეხლა ეს ბავშვი თუ დედასთან მამასთან გაიქცევა, გადარჩება, ხო? მაგრამ თუ მეორე მხარეს გაიქცევა, უკმეს ის ძაღლი, ხო? ხო დიდი ფილოსოფია არა, იგივე ეგეც მეტი არაფერი. ამიტომ ჩვენ ადამიანებს არაფერი არ შეგვიძლია ღმერთის გარეშე. ყოველგვარი სიწყისა მიცემისა გოგონონი ვართ და რატო შემომაცხონებულო მიდი რა. მიდის დედასთან, მამასთან, მიდი თავი დაუხარი, აი ხო უყურებ ახლა მრევლი აუარებელი ყავს და რატო ფიზიკურთან არა ღმერთთან უყურებ ხო ვაკვირდები ახლა ვინც უფრო მორწმუნეა, ვინც უფრო მორჩილია, ვინც უფრო შრომელია და ისა მათი ცხოვრება ლამაზად მშვიდად მიედინება. უპრობლემოდ არავინ არ ვართ, მაგრამ არის მეორევე სულ დუღან და აი სულ პრობლემებში არიან, იმიტომ რომ ევაჭრებიან ღმერთს. ჯერ შენ მომეციო და მე გავაკეთებ. აბა წარმოიდგინე მშობელი და შვილი. დაიბადე, მოგიყვანა ამ ქვეყანაზე, გააჭმევს, გასმევს, გასწავლის, გეხმარება ყველაფერს და პატივს არ მიაგებ. როგორ ხასიათი დადგება მშობელი? აღარ მოგეხმარება მე ხო? და ამიტომაა რომ დღეს გაჩნდა მოხუცებულთა თავშესაფარი. მაგრამ ესეც რომ მოხუცდებიან მე საკუთარ დედას და იმაზე კაი ვის უნდა მოუარო კაცო. არა, მამა ზოგი კომფორტისთვის იმაშვება, რომ ხო და მე კომფორტში იქა, სხვანაირი კომფორტიც არის, ცეცხლიანი კომფორტი, თბილად. ნუ რაღაცა გამონაკლისი შემთხვევები არის, რომელსაც შეიძლება ამ გამონაკლისებს ვერ დაუშვებ. აი ეს რა არის, ზოგს არა აქვს საშუალება, რომ ექიმია უყანოს რაღაცა სახში მოვლელი თვითონ მარტო ხელა არის, აწავიდეს, ხო ხდებით ანუ და ზოგი თვითონ არჩევს. ისე ზოგიერთი ისე კარგად არის. ხო, რა თქმა უნდა, ესე რო ავიღოთ, არ არის გამართლებული და ჩემო გიორგი, მომისმინე მშობლისთვის ყველაზე დიდი დახმარება რა არის, როცა შვილი გივლის. შეიძლება საჭმელიც ნაკლები გქონდეს, წამალიც ნაკლები გქონდეს, მაგრამ ის სიყვარული, რომელიც შვილსა და მშობელს შორის არის, იმას ვერც ერთი ექიმი ვერ შეგიცვლის, ვერც ერთი მამა მოვლა რო ჭირდება და მოვლის თავი რო შენ თვითონ მოსავლელი რო ხარ, აბა აი სიტყვაზე ანუ არიან ადამიანები. მე მაგას კი არ ვამართლებ. ცხოვრება ის არის, რომ უნდა მოემზადო ამისთვის, კაცო. ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოს, მაგრამ დღეს ასე ვარ, ჯანზე ვარ და გონია რომ ლომს დავეჭიდები და მოვერევი, მაგრამ ბოდიში ხვალა მე ამისთვის თელი ყველაზე დიდი ძალა და მადლი, აი ჩემი მე რაც წარმომიდგენია ქრისტიანობაში რა არის იცით, რომ შენ ადამიანს გამზადებს გარდაცვალებისთვის. აი გიფიქრე შენ რითი გარდაიცვლები, როდის გარდაიცვლები? მე კი მიფიქრია. არ მინდა პასუხი ახლა. ხო და აი ეს არის თელი ამ ხალხის ხელში ზოგი ისე მაბრასებს ხოლმე რომ ალბათ გულით. ხო მაგრამ არა რა არის იცით მე რის გამინდა რომ კაცმა არის მამა თავარია რომ ზეცაში მოხდე და
თუ გინდა მოწამე იყავი პირიქით წარმოიდგინე ხამხელა ტვირთი თუ ისე რომ გააჩნია მოწამე ის მოწამე იყო ღვთისთვის მოწამეობა და ქრისტესთვის მოწამეობა სხვა რამეა და ახლა მუცლისთვის რომ მოწამე ხარ და ქონებისთვისა და არა მამა ხა მე გეუბნები რომ ადამიანების უმეტესობა მაგისთვის არის ახლა ქონებისთვისა და დროსტარებისთვის თქვენ თუ გიფიქრიათ რითი გარდაიცვლებით მამა ვიცი მე ვიცი დაჟე იცი ვიცი რის გარდავიცვლი მართლა ითხრა გეხოცებ ჩემი გადაცემის დღეს არ დაგეგმო იცი მით წინასწარ მითხარი რომ მაგას არ მოგიწიო არა ხო ჯერ არა მართლა არ ხუმრობ მართლა კი რა საინტერესო და მე მაინც რომ აბრაზებ მე არ გეშინიო თუ დიდი ვადა გაქვს ესე თუ შენ თვლი რომ გაბა აუ რომ მეტყვი რომ ვერ მოვდივარ ზეგ რაღაც საქმეებს უკვე ეჭში წავალ ხოლმე ედგი რა ხდება არა ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ მამო აი ვიცი რომ ძალიან არ უყვარს მამაოს რო აქებ ხოლმე მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელი რომელიც მართლა მოსაფერებელი არის მე ასე მღვდელია საქართველოში წარმოიდგინე და პატრიარქს უახლოესი ადამიანი იყო მაშინ 5 და 10 კაცი წარმოიდგინე თუ ყავდა ირგვლივ და იმ 10 ადამიანში შედიოდა მოვიკითხავ აუცილებლად იმ ადამიანს მადლობა ღმერთს რომ ამისთანაც ცხოვრება გამატარა დედა დოკი ალექსანდრა დედა ბარბარა ესენი ყველა საოცარი ადამიანები დღესაც რომ ძალიან მაგარი ერთგულები ხართ პატრიარქის მადლობა ამისათვის აი ქეცვიხი და მამო მადლობა რომ ხართ რა ძალიან დიდი მადლობა მართლა იცით რატო რა ჩემ ბავშვობაში ძალიან პატარა ვიყავი ვერაზე ცხოვრობდი და ლურჯი მონასტერი იყო ესეთი და იქ მოღვაწეობდა მამაო და არ დამოვიწყდა ერთ-ერთი პირველი მღვდელია რომელიც ნახე რა ეს გეუბნებით 30 წლის წინ რა მე ვიყავი აღოა ბავშვი რა პატარა რა მაგრამ ისა რა ქვია ეს თან აღუას იმიტომ რომ ჩემ ასაკს არ მიაგნო გაიგე ტოტო ესეთი ის არის და მადლობა მამო ყველაფრისათვის მართლა იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული თქვენი იმ ყველა რა ვიცი ძალიან იშვიათი იყო იქ მაშინ არაფერიც არ აქვს გაკეთებული რა დრო იყო წარმოიდგინეთ და ჯერ ჩემი სოლო კონცერტი არის აუცილებლად მამო მე მჯერა ამის და ზუსტად ვიცი რომ ეს ყველაფერი იქნება და მე ხო იქნები მამო იქ გაპატიჟებული თქვენ ის რომ იქნება კონცერტზე თავარი ის რომ იქნება დიდი მადლობა რომ ხართ აი მართლა ძალიან გაფასებთ იმიტომ რომ სულ წინს ხოლმე რომ ვაკებ მე გადაცემა რო რჩება 10 წუთი მე ჭუბობს და მე ჭუბება თან მე და მაგიტომ არ ვაკებ მაგრამ ჩემი პატივისცემა აქ რო არის ჯერ ელემენტარული პატივსაცემი რო არის აქაც იქნება დიდი მადლობა მამო ყველაფრისათვის და ჩვენი მაყურებელი ჩვენი მრევლი დიდი მადლობა ბატონო გიორგი იმისთვის რომ ესეთი გულღია თავისუფალი საუბარი გვაქვს და რა არის იცით აი ეს არის ქრისტიანობა რა არის ყველა დიდი სახლი შედგება პატარ-პატარა აგურებისგან და მთელი ჩვენი ცხოვრება პატარ-პატარა ეპიზოდებისა და მოვლენებისგან შედგება და აი ამაში უნდა იყოს მართლები და სწორები ღვთის წინაშე გენაცვალეთ უღრმესი მადლობა რომ ხართ მამო ძალიან დიდი მადლობა ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს გისურვებთ და რა ვიცი სიკეთე გქონდეთ უღრმესი მადლობა და მოვიკითხავ კიდე განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს ვინც განსასწრებში ხართ პატიმრებს განსაკუთრებით მოვიკითხავთ ვიცი რომ ძალიან ბევრი პატიმარი მიყურებთ ხოლმე გდანში განსაკუთრებით არის ჩემი ავირავი ბავშვის ნათლია ვარ და ჩემი აი ოჯახის წევრი არის ლევან ხიდეშელი და აი მინდა რომ ბედნიერება სიხავი და ვისაც მიგიწვდებათ ხმა რომ აუცილებლად აი მოიკითხეთ აქედან პატივისცემი დიდი და დიდი მადლობა ვისაც ხმა მიგიწვდებათ და ესე მიაწვდეთ მადლობას გიხდით და ყველას გისურვებთ სიკეთეს და სიხარულს წარმატებებს გისურვებთ და აუცილებლად დაგიბრუნდებით 10 წუთის შემდგომ გარკვეული პაუზის შემდგომ ხალხი აუცილებლად დავრეკოთ და ვისაუბროთ რაღაცებში გავერკვეთ ზარები იქნება აუცილებლად დიდი მადლობა მამა პეტრე ძინძიბაძე გახდათ არქიმანდრიტი ჩვენი სტუმარი და მამო თქვენ სულიერ შვილებს მოვიკითხავ უცხოეთში და დედაოს მოვიკითხავ კიდე მცხეთაში არის რომელსაც ძალიან უყვარხარ და სულ მეჩხუბება ხოლმე რომ ლაპარაკი დააცადეო და მაგიტო თახმას არ ვიღებდი ახლა მიყვარს თქვენთან ესეთი ბედნიერებას გისურვებთ მამო და ყველაფერს იკეთებს იმიტომ ძალიან ბევრი მღვდელმონაზონი არის ამ სამყაროში ვინც თქვენი სულიერი შვილია და მხვდებიან ხოლმე და სულ ყველა მეუბნება რომ ნუ რაღაც ნუ ჭხუბობთო თუ ესე ჩვენებათ მამაო არა და სიმართლე ხო და ჭეშმარიტება ხო აი ამ კამათში იბადება მამაო და
მადლობა იმ უბრალოებისათვის და იმ ადამიანობისათვის. წარმატებებს გისურვებთ მომავალ და დიდი მადლობა რომ ხართ ერთ-ერთი რაც დრო გადის ხო ერთ-ერთი უნიკალური განძი ხართ ჩვენი ეკლესიისათვის და გიფრთხილებთ იმიტომ ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა იმ ისტორიის და იმის მქონე როგორიც თქვენ გაქვთ მამაო სამწუხაროდ ჩვენ და მაგიტომ გიფრთხილდებით და სულ გაფასებთ მადლობა დიდი ბედნიერებას გისურვებთ დაგიბრუნდებით ზუსტად 10 წუთში